გვარდიოლა არის მწვრთნელი, რომელიც მუდამ პოლემიკას იწვევს. კი, დიდებულია, მაგრამ მის შემადგენლობას შეხედეთ. კი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიგაში დომინირებს, მაგრამ ლიგაზე ყოველთვის რაღაც სისულელეს აკეთებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა მტკიცებულებაზე რაღაც არგუმენტი არსებობს და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო გვავიწყდება თუ რატომ არის გვარდიოლა არა უბრალოდ კარგი მწვრთნელი, არამედ დიდებული. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ გვარდიოლას ფეხბურთს და რასაც იგი აკეთებს, რაიმე ვაუ ეფექტს აღარ იწვევს. სწორედ ამის გამო, ზოგჯერ უფასურდება მისი მიღწევები კარიერის პირველ წლებში. მიღწევები, რომელმაც უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია მთელ საფეხბურთო ინდუსტრიაში. მოკლედ, თამაშის სტილი, რომელიც 15 წლის წინ რევოლუციურად გამოიყურებოდა, დღეისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ ამის გამო მოდით წარსულში დავბრუნდეთ და იმ დროის კონტექსტით შევხედოთ გვარდიოლას ფეხბურთს. რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ მან რაიკარდისგან მემკვიდრეობით ტოპ შემადგენლობა მიიღო? როგორ მოახერხა პეპმა მწვრთნელობის 1 წლის თავზე რევოლუციის მოხდენა და როგორ აიძულა მთელი ევროპა, რომ მისთვის მიებაძათ, ან მასზე ადაპტირებულიყვნენ, რაზე მოუწია წასვლა, რათა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შეექმნა და რატომ გაუარესდა ამ კლუბის შედეგები. მოკლედ, წარმოგიდგენთ 2008-2012 წლების ბარსელონას. ვიდეო რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. მემკვიდრეობა, რომელიც გვარდიოლამ მიიღო. რევოლუციის არსი, რაც მან მოახდინა. რომელ ფეხბურთელებს ეყრდნობოდა პეპი და დავასრულებთ მემკვიდრეობით, რომელიც პეპმა დაუტოვა ბარსელონას და მთელ საფეხბურთო სამყაროს. მოკლედ, დავიწყოთ იმით, თუ რა დახვდა პეპს, როდესაც ბარსელონა ჩაიბარა. დღევანდელი გადმოსახედიდან ის შემადგენლობა ვარსკვლავურად გამოიყურება. ბარსელონას გასახდელში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რონალდინიო, დეკუ, ანრი, ეტო, ძამბროტა, პუიოლი. მაგრამ იგივეს თქმა იმ ბარსელონაზეც შეგვიძლია, რომელმაც 8 ბურთი მიიღო ბაიერნისგან. იქაც ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა. გუნდის მთავარი ვარსკვლავი 28 წლის რონალდინიო უკვე ალკოჰოლის პრობლემებს ებრძოდა. საქმე იმდენად სერიოზულად იყო, რომ ზოგჯერ იგი ვარჯიშზე მთვრალიც კი მისულა, ხოლო დეკუ იმდენად გადაყვა გართობას, რომ ჭორების მიხედვით ერთხელ ვარჯიშსაც კი ჩაეძინა. კლუბში ეშინოდათ, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდა მესის გააფუჭებდა, რომელიც მათი გავლენის ქვეშ იყო. თავად მესი, რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკში უკვე გენიოსი იყო. თუმცა იგი მუდმივად კუნთის ტრავმებს იღებდა და ბევრი შეხვედრის გამოტოვება უწევდა. ხოლო ანრი ცუდი სეზონის შემდეგ მეგობრებთან წუწუნებდა, რომ შეცდომა დაუშვა და ტყუილად გადავიდა ბარსელონაში. იმდენად დაშლილი იყო გუნდი. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ვარსკვლავურ გუნდს არაფერი არ ჰქონდა მოგებული. 2008 წელს ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ და 18 ქულით ჩამორჩნენ ლიდერებს. ასაკოვანი ფეხბურთელები, დიდი ეგოთი და დისციპლინის პრობლემები. ეს იყო მემკვიდრეობა, რაც გვარდიოლამ მიიღო. იმ დროისთვის კატალონიის ლეგენდა როგორც ფეხბურთელი, მაგრამ არავინ როგორც მწვრთნელი, რადგან მისი გამოცდილება იყო მხოლოდ 1 სეზონი დულებთან ერთად. თანაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ მაშინ გამოუცდელი მწვრთნელის დანიშვნა არ იყო ისე მიღებული, როგორც ეხლა არის. ახალგაზრდა მწვრთნელების მოდაც გვარდიოლას შემოტანილია. თუმცა მაშინ ეს პირლოს იუვენტუსში დანიშვნაზე უცნაურად ჩანდა. როდესაც პეპი მწვრთნელად დაინიშნა, მან აღიარა. ვიცი, რომ ამ სამსახურს ვერ მივიღებდი თავის დროზე ბარსელონაში რომ არ მეთამაშა. ახალგაზრდა და გამოუცდელ მწვრთნელს შეეძლო მარტივი გზა აერჩია. ვეტერანებისთვის და ლიდერებისთვის მაქსიმალური თავისუფლება მიეცა, თუმცა გვარდიოლა პირიქით მოიქცა. მან დისკუსიების სერია ჩაატარა გუნდთან, რათა ყველას мотиваცია გაეგო. შედეგად მან გადაწყვიტა სახეოვანი ფეხბურთელების უმეტესობა გაეშვა. თავად ნახეთ. მაშინ ბარსელონა არა მარტო რონალდინიომ, არამედ დეკუმ, ძამბროტამ და სხვებმაც დატოვეს. ძირითადი სანახლო როტაციის ფეხბურთელების გაშვება მაშინ სიგიჟეთ ჩანდა, განსაკუთრებით ფინანსურად. გაყიდო ცუდ ფორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რონალდინიო 24 მილიონ ევროდ, ეს 2008 წლისთვისაც კი პატარა ფულია. დეკუ საერთოდ 10 მილიონად წავიდა. მოკლედ, შეგრძნება იყო, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი მწვრთნელი თანმიმდევრულად იშორებდა ავტორიტეტულ ფეხბურთელებს, რადგან მათი ეშინოდა. სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულად იყო. გვარდიოლამ შეინარჩუნა გასახდელის ლიდერები, პუიოლი და ანრი, რადგან ისინი მისი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ. საქმე არა ავტორიტეტში, არამედ мотиваციასა და იდეების თანხვედრაში იყო. გვარდიოლა ამზადებდა ტაქტიკურ რევოლუციას, რომლის მნიშვნელოვანი პირობა იყო უკომპრომისობა. სწორედ ამის გათვალისწინებით აყალიბებდა იგი შემადგენლობას, რათა კომპრომისებზე წასვლა არ დაჭირვებოდა. თუმცა მის საქმეში მას თავად ეპარებოდა ეჭვი. პირველ ორ ტურში გუნდი აუთსაიდერებს ეთამაშებოდა და მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა. გვარდიოლა ინიესტამ გაამხნევა, რომელმაც თქვა, რომ აღევრთოვანებულია გუნდის თამაშით და არაფრის შეცვლა არ სურს შედეგების მიუხედავად. შემდეგ ტურში გუნდმა 6-1 მოიგო და საერთოდ ამის შემდეგ ჩემპიონატში დარჩენილ 20 თამაშში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ქულები. მოდით თამაშზე ვისაუბროთ. მაინც რა შეცვალა გვარდიოლამ? არა, მას თამაშის ახალი მეთოდი არ გამოუგონებია. გვარდიოლამდეც იყვნენ გუნდები, რომლებიც ბურთის გათამაშებას კომბინაციებით ცდილობდნენ. ასეთი იყო რაიკარდის ბარსელონა ან ვენგერის არსენალი.
განსხვავება იმაში იყო, რომ იგივე არსენალი, როგორც ყველა სხვა კლუბი, კარიდან ბურთს ცენტრში არ ტყამდა, შემდეგ ბურთისთვის ჰაერში იბრძოდა, ხოლო შემდეგ გადმოგდებულ ბურთზე იბრძოდა. მეკარისგან მოკლე პასით გათამაშება შეიძლებოდა, თუმცა არა სისტემატიურად, რადგან ეს არალოგიკურად ჩანდა. უკეთესია ბურთი მოიშორო მოწინააღმდეგის კართან ახლოს, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა. აი რას ამბობდა იმ ბარსელონას მეკარე ვიქტორ ვალდესი. რაიკარტთან ჩვენ მაღლა ვაპრესინგებდით და ბურთს მოწინააღმდეგის ნახევარზე ვათამაშებდით, ხოლო ახლა შეტევებს ჩვენი კარიდან ვიწყებთ. რისკი მეტია, თუმცა ეს მუშაობს. ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანა დავიწყეთ. ეს სიმართლეა. გვარდიოლას პირველ სეზონში ბარსელონამ ჩემპიონატში 105 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო სეზონში 114. სწორედ ამაში იყო რევოლუცია. გვარდიოლას ჯეროდა, რომ ხარისხიანი პოზიციური თამაშის სტრუქტურა დაეხმარებოდა უკეთესად დამუქრებოდა მოწინააღმდეგის კარს, ვიდრე ყველაზე ხარისხიანი წინ გადაგდებული ბურთი. ეს იყო იდეა. თავარია რეალიზაცია, რომელიც ალბათ ყველას გახსოვთ. გვარდიოლამ სავარჯიშო მოედანი 20 ზონად დაყო და ყველა ფეხბურთელს უხსნიდა სად რა მომენტში უნდა ეთამაშა. აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ბურთიან ფეხბურთელს რაც შეიძლება მეტი ადრესატი უნდა ყოლოდა. თან აუცილებლად მოკლე პასის ადრესატი. სხვა ვარჯიში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო რონდო. ჩვენებურად კვადრატი. მარტივად ჭყერს, თუმცა გვარდიოლას შემთხვევაში ესეც რთულად იყო. ხავი იხსენებს. რონდო, რონდო, რონდო. ყოველთვის ისაა. საუკეთესო ვარჯიში, რომელიც მოედანზე პასუხისმგებლობას გასწავლის. ყოველთვის ერთი შეხება. დაკარგე ბურთი, წადი ცენტრში. ეს სამარცხვინოა, ყველა დაგცინის. რა თქმა უნდა, კვადრატს გვარდიოლამდეც თამაშობდნენ. ბარსელონაში საერთოდ კრუიფის დროიდან. ამ შემთხვევაში ვან კი არ გამოიგონა ეს ვარჯიში, არამედ შეცვალა ამ ვარჯიშის მიმართ აღქმა. მანამდე ეს იყო მარტივი, სარელაქსაციო თამაში დამღლელი სავარჯიშო სესიების ბოლოს. ფეხბურთელები ართმევდნენ ერთმანეთს ბურთს და ხუმრობდნენ. პეპმა ცვლილებები შეიტანა. მასთან რონდო შეიძლება 4-2-ზე, 7-2-ზე ან საერთოდ 8-2-ზე ეთამაშათ. მარტივად ჟღერს, თუმცა მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ბურთი საერთოდ არ უნდა დაეკარგათ. რონდო შეიძლება 50-70 გადაცემა გაგრძელებულიყო. შემდეგ დავალებას ართულებდნენ, 5-2-ზე თამაშობდნენ ან 4-2-ზე. ყველაფერი ერთი შეხებით და მაქსიმალურად ინტენსიურად. ტიერი ანრი იხსენებდა, რომ 30 წლის ასაკში მას თავიდან მოუწია ფეხბურთის თამაშის სწავლა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ამბობს ფეხბურთელი, რომელიც ვენგერის დაუმარცხებლების მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. აი ამდენად განსხვავდებოდა გვარდიოლას მიდგომა. მოკლედ, რონდო კიდევ ერთი რევოლუცია იყო, რომელზეც პეპი ამბობდა. ვისაც რონდო არ მოსწონს, შეუძლია ალტერნატივის სახით კროსი ირბინოს მთებში, მაგრამ მის ფეხბურთში ეს დიდად არ გამოდგებოდა. ახლა გასაგები ხდება, თუ რატომ გაუშვა ასე მარტივად რონალდინიო და სხვა ფეხბურთელები პეპმა. თავად კრეატიულობას აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი დაიკარგებოდა ამ გუნდში, თუ თავისუფლად იმოძრავებდა შეტევაში და უბურთოდ დაისვენებდა. გვარდიოლა მუდმივად მოითხოვდა პოზიციურ დისციპლინას და კონცენტრაციას. ამ გადმოსახედიდან გასაგები ხდება სხვა საკადრო ცვლილებებიც. მაგალითად პიკე, რომელიც რეზერვის ფეხბურთელი იყო იუნაიტედში, სულ რაღაც 5 მილიონი ევრო დაჯდა და მიუხედავად ასაკისა, უეცრად ძირითადი შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. ან ბუსკეტსი. 19 წლის ასაკში იგი დუბლების ფეხბურთელი იყო, რომელიც დაბალი სიჩქარით გამოირჩეოდა. თუმცა გვარდიოლა მისი საფეხბურთო ინტელექტი შეამჩნია. გადაიყვანა ძირითადში და უკვე რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ მესიმ მასე თქვა, რომ ბუსკეტსთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი ხდებოდა. მნიშვნელოვანი მომენტი. ბარსელონაში გვარდიოლას იდეები თავიდანვე ნაყოფიერ გარემოში მოხვდა. მაგალითად, სიტიში მას მთელი წელი დაჭირდა და გუნდის ნახევარზე მეტის განახლება, სანამ ფეხბურთელებმა გაიგეს მისი იდეები. ხოლო მისი ტაქტიკური გაკვეთილები ფეხბურთელებისთვის მიუჩვეველი იყო და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვდა. დე ბრუინიც კი წუწუნებდა. იგი ამბობდა, რომ რთულია ამდენი ახალი ინფორმაციის გადახარშვა. ბარსელონაში ასეთი პრობლემა არ ყოფილა. ფეხბურთელები იცნობდნენ რონდოს და მიჩვეულები იყვნენ დომინირებადი ფეხბურთის იდეებს. უბრალოდ სხვა დონეზე, ამდენი დეტალის გარეშე. გვარდიოლასთვის ეს შესაფერისი გარემო გამოდგა. მისი მიდგომა ბევრ ფეხბურთელს მოეწონა და დაეხმარა ახალ დონეზე გადასულიყვნენ. რაც შეეხება ლიდერებს, პიკე და ბუსკეტსი უკვე ვახსენე. ეს უკანასკნელი 20 წლის ასაკში გახდა ბარსელონას ძირითადი ფეხბურთელი, ხოლო პიკე ეგრევე ათამაშდა. თუმცა არის ერთი ფეხბურთელი, რომლის პროგრესიც ყველაზე ნათლად აღწერს გვარდიოლას გავლენას და იდეებს. და ეს ფეხბურთელი მესი არ არის, ეს ფეხბურთელი ხავია. 2008 წელს, როდესაც პეპი ბარსას სათავეში ჩაუდგა, ხავი უკვე 28 წლის იყო. იგი აღარ იყო ახალგაზრდა ტალანტი, უკვე ცნობილი ფეხბურთელი და ნაკრების წევრი იყო. თუმცა მას არავინ არ თვლიდა უნიკალურ და გენიალურ ფეხბურთელად.
მის საუკეთესო სეზონში ჩემპიონატში ხავიმ 3 გოლი გაიტანა და 12 ასისტი შეასრულა. სულ 15 შედეგიანი მოქმედება და 1-იც ლიგაზე. ეს ცუდი არ არის შემტევი ნახევარმცველისთვის. არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ღირსეული შედეგია. პირველივე სეზონში გვარდიოლასთან ერთად ხავიმ შეაგროვა 29 შედეგიანი მოქმედება ჩემპიონატში და 9 ლიგაზე. ორჯერ გააუმჯობესა პირადი რეკორდი. ახლა ყველამ ვიცით, რომ ხავი არის გენიოსი, რომელსაც ტვინის ნაცვლად კომპიუტერი აქვს, მაგრამ ის ასეთი 28 წლის ასაკში გახდა, რადგან იდეალური პირობები მიიღო. მისი გუნდი მანამდე ცდილობდა ბურთის ფლობას. თუმცა მხოლოდ გვარდიოლასთან ერთად მიაღწიეს ბურთის ფლობის მაჩვენებელს 65%-მდე. გვარდიოლამდე ასეთი ციფრები ფიქსირდებოდა, თუმცა ცალკეულ შეხვედრებში და ეს ანომალია იყო, ხოლო მასთან ერთად ეს ნორმა გახდა. ხოლო ხავი ამ სტილის განსახიერება გახდა. ფეხბურთელი მოედნის იდეალური ხედვით, იდეალური პასით და იდეალური სათამაშო ინტელექტით. და როდესაც ხავის ვახსენებთ, აუცილებლად ინიესტაც უნდა გავიხსენოთ. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელსაც გასაოცარი იმუნიტეტი გააჩნდა პრესინგის წინააღმდეგ, შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შედეგის მიცემის ნიჭი გააჩნდა. მან ხავის იდეალურად გაუგო, რადგან მათი თვისებები ავსებდა და აძლიერებდა ერთმანეთს. ინიესტა იმდენად კარგი იყო შექმნაში, რომ ზოგჯერ არა ნახევარდაცვის სამეულში, არამედ მარცხენა ფლანგზე გამოდიოდა სათამაშოდ. ბარსაში თამაშის დროს მან ამ პოზიციაზე 100-მდე შეხვედრა მოაგროვა, თუმცა მისი კანონიერი პოზიცია იყო მარცხნიდან ნახევარდაცვის სამეულში. ჯადოსნური სამკუთხედი ხავისთან და ბუსკეტსთან ერთად. რა თქმა უნდა, 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფეხბურთელები იღებდნენ მნიშვნელოვან როლებს. შეგვიძლია გავიხსენოთ პუიოლი, მასკერანო, ვილია და რა თქმა უნდა ალვეში. მაგრამ თუ ამ გუნდის სიმბოლოების ძებნას დავიწყებთ, აუცილებლად ყველას ეს სამეული გაახსენდება და მესი. როგორც იქნა მესიმდეც მივახციეთ. როდესაც გვარდიოლა ბარსელონაში მივიდა, მესი უკვე 21 წლის იყო. მესის უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება თავის შესაძლებლობებზე. 21 წლისთვის იგი ორჯერ მიყოლებით მოხვდა ოქროს ბურთის სამეულში, მესამე და მეორე ადგილებით. ეს მიღწევა უფრო დაუჯერებელი ხდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ 2 წელიწადში ბარსელონას არაფერი არ მოუგია. 7-8 წლის სეზონში არგენტინელმა 24 ასისტი და გოლი შეაგროვა. ეს ძალიან ბევრია თან იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადში მან მხოლოდ 23 შეხვედრა ჩაატარა. ასე ცოტა შეხვედრა მას სწორედ ტრამვების გამო ჰქონდა. გვარდიოლამ ყველაფერი შეცვალა. არა, მას არ დაუწყია მესიზე ზეწოლა დისციპლინის მოთხოვნით. მან გუნდის მიკროკლიმატი შეცვალა. ახლა გასახდელში პროფესიონალიზმი მეფობდა. ხოლო მესის პეპი გამოყოფდა და რამოდენიმეჯერ აჩვენა მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. მაგალითად, დანიშვნიდან მალევე გაუშვა ლეო ოლიმპიადაზე თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რადგან კლუბმა მესის აუკრძალა წასვლა. მესიმ სასამართლოსაც კი მიმართა, რათა წასვლის უფლება მოეპოვებინა, მაგრამ სასამართლომ ბარსელონას მხარე დაიჭირა. წარმოიდგინეთ, კარიერის დასაწყისში მესის სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბარსელონასთან, თუმცა გვარდიოლამ ყველაფერი მოაგვარა. მესიმ კი სამაგიერო გოლებით გადაიხადა. როგორც უკვე ვთქვი, წინა სეზონთან შედარებით მან ორჯერ გააუმჯობესა თავისი შედეგი. უკვე თავის პირველ წელს გვარდიოლამ მესი ცრუცხრიანად გარდაქმნა. თავიდან ლეო მარჯვენა ვინგერად თამაშობდა, როგორც რაიკარდის დროს, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ პეპმა გადაწია თავისი მთავარი ფეხბურთელი ცენტრში, რადგან გათვალა, რომ მესი დაბლა დაიწევდა და ხაზებს შორის ითამაშებდა, რაც ანრის და ეტოს მიცემდა საშუალებას მეტი შერბენა გაეკეთებინათ საჯარიმოს ცენტრისკენ. ამან იმუშავა. და რაც მთავარია, მესიმ უფრო მეტი თავისუფლება მიიღო. შედეგად იგი უფრო სახიფათოც გახდა. მესის ახალმა პოზიციამ საოცარი შედეგი აჩვენა სეზონის მთავარ დაპირისპირებაში, მაისის ელ კლასიკოში. თამაში მადრიდში იყო და დაშორება კლუბებს შორის 4 ქულას შეადგენდა. მადრიდელებს ჩემპიონობის პრეტენზიები ჰქონდათ, თუმცა ამ თამაშმა აჩვენა გუნდებს შორის სხვაობა. ბარსელონამ მადრიდს 6-2 გადაუარა, ხოლო მესიმ გაიტანა 2 გოლი ორივე ხავის პასით და თავად მისცა ასისტი ანრის. მესის ცრუცხრიანი მასშტაბელი ბარსელონას ჰიტი იყო, თუმცა 2009 წლის სქემა დღეს რაიმე ვაუ ეფექტს არ გამოიწვევდა, რადგან მაშინ არ არსებობდა ცრუ ფულბეკები ან ჰიბრიდული სქემები. რამოდენიმე წლის შემდეგ გვარდიოლამ ბავარიაში კვლავ ყველა გააკვირვა, როდესაც ლამი საყრდენ ზონაში გადაიყვანა. მან ეს მოქმედება იმით ახსნა, რომ ლამი იმდენად ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, რომ საჭირო გახდა მისთვის თამაშის მართვის მეტი ფუნქცია მიეცა. სიტიში იგი საერთოდ გაგიჟდა, თუმცა ბარსელონაში ყველაფერი სხვანაირად იყო. მაგალითად, სიტიში ფართობს ვინგერები ქმნიან, ხოლო ფლანგის მცველები ცენტრში შედიან. ბარსელონაში კი გვარდიოლა იყენებდა ფლანგის მცველების ჩართვას, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ალვეში. ფაქტობრივად იგი ვინგერს თამაშობდა და იმდენად მაღალ დონეზე, რომ დიდ თავისუფლებას აძლევდა ნამდვილ ვინგერს. არა აქვს მნიშვნელობა ეს მესი იყო, ანრი თუ მოგვიანებით ვილა. ვინგერს მშვიდად შეეძლო ცენტრში შესულიყო. შეტევა არ კარგავდა არც ფართობს და არც ხიფათს. ამას დაამატეთ ის, რომ ცენტრალური შეტევი თითქმის ყოველთვის ცრუცხრიანი იყო, თუ მესი არა მაშინ ფაბრეგასი, რომელიც არსენალიდან მოვიდა. მოკლედ, წყობა სადაც ლატერალი არის ვინგერი ცენტრში დგას, ხოლო ცენტრალური შემტევის სიღრმეში ახლა კლასიკურად გამოიყურება, მაგრამ მაშინ ყველას აბნევდა.
ტაქტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე მხოლოდ მასში არ არის. რეალურ საქმეს აკეთებდა იდეები და იდეების შესაბამისი ფეხბურთელების კომბინაცია. პირველ სეზონში ბარსელონამ მოიგო ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო. ამას თავად გვარდიოლაც არ ეთანხმებოდა. იგი ამ გუნდს არა მარტო მსოფლიოს, არამედ ბარსელონას ისტორიაშიც კი არ თვლიდა საუკეთესოდ. ლიგის ფინალში მანჩესტერის დამარცხების შემდეგ გვარდიოლამ თქვა: ჩვენ არ ვართ საუკეთესო გუნდი ბარსელონას ისტორიაში, მაგრამ ჩვენ გქონდა საუკეთესო სეზონი. ფეხბურთელებს შორის შეთამაშება იყო, მაგრამ ახალი სისტემის გაგება ჯერ არ იყო ავტომატურ დონემდე მიყვანილი. ეს წარმატება რაღაც მხრივ სიახლის ეფექტთან იყო დაკავშირებული. ძლიერმა ოპონენტებმაც კი არ იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ ამ გუნდისთვის. ხოლო პეპი ამ დროს ხუმრობდა, რომ დრო იყო დაესრულებინა კარიერა, რადგან უკეთესი აღარ იქნებოდა. სწორედ ეს არის გვარდიოლას დიდების საიდუმლო. სულ რაღაც ერთ წელიწადში მან იმხელა გავლენა იქონია ფეხბურთზე, რომ ტოპ კლუბებსაც კი მოუწიათ ახალი სქემების შემუშავება მისი ტაქტიკის გასანეიტრალებლად. ამ დავალებას ყველაზე კარგად თავი კლოპმა გაართვა. გერმანელი საფირმო სტილი, რომელიც მან დორტმუნდში დახვეწა, საოცრად დალაგებული, აგრესიული და ინტენსიური პრესინგი სწორედ დომინანტი კლუბების გასანეიტრალებლად შეიქმნა, ხოლო დანარჩენმა კლუბებმა უბრალოდ ბარსელონას სტილი დააკოპირეს. მეორე სეზონში ბარსამ ვერ მოიგო ლიგა. იგი ინტერმა გამოაგდო ნახევარფინალში. მაგრამ ამავე დროს თამაში უფრო დახვეწილი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ გუნდს მეტის მოგება შეეძლო, თუმცა დიდი გავლენა იქონია კონფლიქტებმა. გვარდიოლამ მესი ფლანგზე დააბრუნა, ხოლო ცენტრში იბრა დააყენა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია. იანვრამდე ზლატანმა მესიზე მეტი გაიტანა ჩემპიონატში, 11-9 წინააღმდეგ, მაგრამ გუნდში მაინც ვერ ჩაჯდა. შემდეგ კი მესიმაც აჩვენა თავისი ხასიათი და გვარდიოლას უთხრა, რომ ცენტრში დაბრუნება სურდა. მწვრთნელს მოუწია არჩევანი გაეკეთებინა და ეს არჩევანი მან მესის სასარგებლოდ გააკეთა. ხოლო ზლატანმა ტოქსიკური რეჟიმი ჩართო და მაქსიმალურად გააფუჭა ურთიერთობა გასახდელში. მისი გაგება შეიძლება, მაგრამ გვარდიოლას არჩევნის გაგება შეიძლება, რადგან იბრას მოშორებიდან 1 წლის შემდეგ მან კვლავ ლიგა მოიგო და ჩემპიონატი და სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მესიმ კი 53 გოლი გაიტანა და 27 ასისტი შეასრულა. მოკლედ სწორი არჩევანი იყო. ახლა კი მოდით გავიხსენოთ ფერგიუსონის სიტყვები, როდესაც გვარდიოლამ მას 3 წლის განმავლობაში 2 ფინალი მოუგო. ჯერ არავის უთამაშია ჩვენთან ასე. ეს საუკეთესო გუნდია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, მას შემდეგ რაც მწვრთნელი გავხდი. სერ ალექსი მწვრთნელი 1974 წელს გახდა. ამიტომ 2011 წელს უკვე 27 წლიანი კარიერა ჰქონდა. აი ასეთი აღიარების შემდეგ საუბარი საუკეთესო კლუბის თაობაზე სისულელად აღარ გვეჩვენება. მოკლედ გვარდიოლას მესამე წელი საუკეთესო იყო. ერთი სეზონის შემდეგ პეპი წავიდა. იგი აშკარად დაიღალა 4 წლის განმავლობაში. რაღაც მხრივ ომისგან, რომელსაც მოედნის გარეთ მოურინი აწარმოებდა. რაღაც მხრივ კი ჭორების მიხედვით გასახდელში არსებული დაძაბულობისგან, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელთან ურთიერთობა აერია, მათ შორის მესისთანაც. გაუგებარია ეს სიმართლე არის თუ არა, მაგრამ გვარდიოლამ წასვლისას თავად თქვა, რომ სულ უფრო რთული გახდა მიეღო კლუბისგან მაქსიმალური თავდადება. თუმცა წასვლის შემდეგ მან რაღაც დატოვა. სტილი, რომელსაც მთელი ევროპა ბაძავდა. გუნდი, რომელმაც მისი ასისტენტის მეთაურობით მოიგო ჩემპიონატი 15 ქულიანი სხვაობით. გუნდი, რომელსაც დაავიწყდა 100 გოლზე ნაკლების გატანა როგორ ხდება. გუნდი, რომელიც ნახევრად აკადემიის ფეხბურთელებისგან შედგება. კი, გვარდიოლას გაუმართლა, რომ კარიერის დასაწყისში იგი წვრთნიდა მესის, ხავის, ბუსკეტს და ინიესტას, მაგრამ ამის თქმა მეორანაირადაც შეიძლება, რომ მათაც გაუმართლათ, რომ მათ კარიერის დასაწყისში გვარდიოლა შეხვდათ, რომელმაც ისინი ფეხბურთის ლეგენდებად აქცია. დღეისათვის სულ ეს იყო. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და არხის გამოწერაც არ დაგავიწყეთ, რადგან ამ რუბრიკის შემდეგ ნაწილში აუცილებლად ვისაუბრებ იმ გუნდზე, რომელიც პირადად ჩემთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. კომენტარებში კი შეგიძლიათ დამიწეროთ თქვენი აზრით, რომელი მწვრთნელის რომელ გუნდზე იქნება საუბარი.